მოგესალმები ტელეკომპანია კავკასია პროგრამა ვარსკვლავები გვამსტობენ მე წამყვანი მიხეილ ცაგარელი ჩვენ საუბრობთ კვლავ და კვლავ ასტროლოგიას. ვარსკვლავებზე როგორც ტენდენციები გვექნება უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში საუბარია სწორედ ამ ზონაზე, ამ პერიოდზე და უპირველეს ყოვლისა დავიწყოთ მოდით იმით თუ როგორი ტენდენციებია მთლიანობაში მოსაოდნელი სანამ მე ამ ტენდენციებზე დავიწყებ საუბარს პირველში მინდა გითხრათ ახლა რა. პირველში მინდა გითხრათ ისევ დავიწყო იგივე განცხადებით რომელიც ჩვენ გქონდა წინა გადაცემაში და ამით ვიწყებ ისევ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესე იგი თუ თქვენ ნახავთ Facebook-ზე მიხეილ ცაგარელის მხარდაჭერთა ჯგუფს, ესეთი ასე ვთქვათ, საიტი, ასე ჩათვალეთ რომ ეს არის ფეიკი, ანუ ტყუილი. მე იქ არა ვარ, არაფერი ამდაგვარი არ მესაქმება, ერთ-ერთი არის ჩემი გვერდი, რომელსაც ქვია ოფიციალური გვერდი მიხეილ ცაგარელის, აი ეს არის ჩემი, კი ბატონო, სადაც იდება ჩვენი გადაცემები, ტელეკომპანია კავკასიის, წიგნები ჩემი და ასე შემდგომ. ყველა და აქ ახლა გაჩნდა ავანტურისტი ადამიანი, არ ვიცი ვინ არის სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგე. კარგი იქნება თუ დაინტერესდებიან შესაბამის ორგანოები ამ პიროვნებით, იმიტომ რომ რეალურად ეს არის კანონდარღვევა, რასაც ის ანხორციელებს, ესე იგი თქვენ გახსოვთ რომ წინა პერიოდში, ესე იგი მას ჰქონდა თქვათ ამ იქ სურათიც იყო ჩემი და ჩემი სახელით სარგებლობა და თხოვდა ადამიანს რომ გამოეგზავნათ ფული 20 ლარი იმისთვის რომ მას ესე იგი თებერვლის ბოლოს დაედო გარკვეული რიტუალები, რომელიც საზოგადოებას მოუტანდა ფულს. როგორც კი ჩვენს გამოაშკარავდა ატყდა ამაზე ერთი ამბავი და მეც გამოაცხადე, ესე იგი ამ პიროვნებამ ტაქტიკა შეცვალა. თუმცა ამ დროს 5000 დაახლოებით მეგობარი ყავს მინდა გითხრათ და ამიტომ კაცმა არ იცის იქ რამდენმა გადაუხადა და რამდენმა დაკარგა ეს თანხა. ამის შედეგად ესე იგი ახლა ამ ცვლილებების შედეგად მან შეცვალა ტაქტიკა, ჩემი სურათი მოხსნა, მაგრამ მიხეილ ცაგარელის მხარდაჭერები ეს დარჩა და ახლა ითხოვს რას ახლა ეუბნება საზოგადოებას რომ გაიკეთებთ პირად ჰოროსკოპს. უნდა შეხვიდეთ პირად ასე ვთქვათ გვერდზე თუ გინდათ ესე კონკრეტული მოლაპარაკებები და ამაშიც ითხოვს რასკვლელ ფულს. ესე იგი შემოკარგებო კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, აყვებით ამ დაგვარ ავანტურისტ ადამიანებს თუ ჰოროსკოპის გაკეთებაზეა საუბარი თქვენ იცით რომ ჩვენს გადაცემაში მე ყოველთვის ვაცხადებთ ჩვენს საკონტაქტო ტელეფონს. ყველა სხვა შემთხვევაში რასაც ეს პიროვნება აკეთებს ეს არის ფეიკი, ვიმეორებ, ტყუილი და აქედან გამომდინარე გამოძალვის მცდელობა, მე მგონია რომ გარკვეული სამართალდამცავი ორგანოების თქვათ თემა ეს პირდაპირ ადამიანი როგორც ცდილობს რომ გამოძალოს ასე თქვათ საზოგადოებას გარკვეული თანხები თან სხვა ადამიანის სახელით. იმ სხვა ადამიანსაც უბუჭებს სახელს და თვითონაც არას თქვათ სამართლებრივად მოქმედებს. ანუ თუ ნახავთ ესე იგი ესეთ საიტს მიხეილ ცაგარელის მხარდაჭერები, იცოდეთ რომ ეს არის ტყუილი. მე ესეთი არ მაქვს და ამაში მონაწილეობას არ ვიღებ. ეს პირველი რაც მინდოდა ესე განცხადება ამით დამეწყოთ დღევანდელი გადაცემა. ახლა მოდით უკვე დანარჩენ, უკვე წმინდა ასტროლოგიური მოვლენები რა არის მოსაოდნელი უახლოესი ესე იგი ერთი კვირის განმავლობაში პირველში მოდით აღნიშნოთ როგორ იქნება პერიოდი. მინდა გითხრათ რომ მარტის განმავლობაში ალბათ ყველაზე კარგი კვირა იქნება სწორედ აი შემდეგი კვირა 11-12 მარტის შუალედის შემდგომ ცოტა მეტი სირთულეები გვექნება, იმიტომ რომ 21 მარტს ჩვენ გვაქვს სავსე მთვარეობა, ცოტა დაძაბავს ეს სიტუაციას, მაგრამ იქამდე აი ეს კვირა ერთ-ერთი საუკეთესოა. ამიტომ ეცეთ რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ შემდეგი კვირა, იმიტომ რომ აქ უკვე თანდათან გაიზრდება ენერგიულობა, აქტიურობა ადამიანებში. აქ შესაძლებელი გახდება სინამდვილისა და არსებული გარემოებების ობიექტურად აღქმა ადამიანთა მხრიდან შინაგან მდგომარეობაში პირად პრობლემებში მეტად გარკვევა, სათანადო ზომების მიღება თავისთავად. ასევე ეს კარგი პერიოდია ილუზიებისგან განთავისუფლებისა და ძველი უპერსპექტივო გეგმებზე უარის სათქმელად. აღნიშნეთ რომ ეს დროის მონაკვეთი სასკეთოა ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი საქმეების დასაგეგმად, საკუთარი შეცდომების დასანახად და გამოსასწორებლად. აქ გამახვილდება ინტუიცია ადამიანებში, რომლის დახმარებით შესაძლებელი იქნება დასახული მიზნისკენ მიმოვალ ყველაზე მარტივი და ეფექტური გზების აღმოჩენა. საკმაოდ სასკეთო დროა ბიზნესისა და პოლიტიკისთვისაც, რადგან შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების გამართვა და იმ ხელშეუხლებების დადება, რომლებიც ხელში უწყობს საყოველთაო მეტად განვითარებას. ასევე ამ პერიოდში შეიძლება საიდუმლოების გრიფი მოეხსნას ზოგიერთ ძველ პოლიტიკურ საარქივო საბუთსა და საიდუმლოს, გამოქვეყნდეს პრესაში, გახდეს ფართო საზოგადოების განსჯის საბაბი. და ეს ყოველივე მოსაოდნელია სწორედ შემდეგი კვირის განმავლობაში, ამიტომ თუ გაქვთ პრინციპში სამოგზაურო ან დაუშვათ რაღაცა მშვენი ახალი საქმის დაწყების პროექტი, მოლაპარაკება და ასე შემდგომ, ყველაზე მშვენი საქმეები მარტის თვეში უმჯობესია რომ სწორედ ამ კვირის განმავლობაში გავაკეთოთ და ეს ეხება აბსოლუტურად ყველა ზოდიაქოს ნიშანს. და ახლა რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, დავიწყოთ პირველი ზოდიაქოს ნიშნიდან, ანუ ვერძიდან. როგორ იქნება ვერძთა უმრავლესობისათვის შემდეგი კვირა? ესე იგი ვერძთა უმრავლესობას მაინც მეთხოვთ ცოტა მეტ ყურადღებას
მიღებას საკუთარი დაბალი ენერგოტონუსის გამო. იმიტომ რომ ადვილად შეიძლება გადაიყალოთ, ან თუ არ გადაიყალეთ, მაგაში შეიძლება ადვილად გაცივდეთ. შეიძლება ინფექციური დაავადებების წინაშე აღმოჩნდეთ ჭორები, ინტრიგები, ფაული მტრეები, თქვენ საწინააღმდეგოდ აგორებული, ასე ვთქვათ, ესეთი მოქმედებები რასაკურია მეტ პრობლემებს შეგიქმნიან. ამავდროულად უბრალოდ დაპირებებს აქ ნუ გასცემთ, მეტი ყურადღება გმართებთ თითოეული წვრილმანის მიმართ და ყველას ნოენდობით. იმიტომ რომ მეორე თქვენი მოტყუების ტენდენცია აქ ასევე საკმაოდ მაღალია. გახსოვდეთ რომ აქ თქვათ მოშორნეები ასევე საკმაოდ აქტიურად მოქმედებენ თქვენ საწინააღმდეგოდ. განსაკუთრებული სიფრთხილე ისევ გმართობთ ფინანსურ საქმეებში, მით უმეტეს ნებისმიერი საბუთი, რომელიც ფინანსებს უკავშირდება, ეცადეთ რომ საბუთებს ხელი არ მოაწეროთ ამ პერიოდში და მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი საფულე, იმიტომ რომ საფულის დაკარგვის ან რაღაც ფინანსური თქვათ რაღაცაში გაქვთ ფული, ხო, აი მის დაკარგვის ტენდენცია მატულობს. ანუ ესეთი პრობლემები აქ არის. თუმცა ეს არ უშავს პერიოდი მხოლოდ ცუდია. არა, ჩვენ ახლა პირველში ხას უსვამთ იმ წყალქვეშა ნეგატიურ დინებებს, რომელთა მეშვეობით თქვენ შეიძლება გარკვეული პრობლემები წარმოგექმნათ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ ნიშნავს, რომ სასიკეთო ტენდენციები არ ექნება, რატო კომუნიკაბილურობის კუთხით, ურთიერთობების კუთხით, საერთაშორისო ინფორმაციის მიღების გათვალისწინებით პერიოდს აქვს ყველა სასიკეთო ტენდენციები, მაგრამ რადგან თავარი არის რა უარყოფითი ტენდენციების გათვალისწინება, რომელიც შეიძლება ხელი შეუშალოს სასიკეთო ტენდენციებს, აი ეს ნეგატიური ტენდენციები ვერც ახლა აქ და მაინც ვერც ნახსოვდეს, რომ წლის განმავლობაში ალბათ მაინც ეს პერიოდი რთულია თქვენთვის. აი უკვე 21 მარტიდან როცა მზე გადავა თქვენ ზოდიაკოში, აქედან დაიწყება თქვენი უკვე აღმავლობა და სასიკეთო ასე ვთქვათ ცვლილებების პერიოდი სწორედ აქედან ჩაერთვება. რაც შეეხება კურო ზოდიაკოს ნიშნე დაავადებულებს, მოდით ამოვშოთ, რომ გარკვეული სასიკეთო ტენდენციები კუროთა ცხოვრებაში იქნება, იმიტომ რომ ერგოტონუსი მათი მატულობს, კურო უფრო აქტიურია, უფრო ენერგიულია, უფრო კონტაქტურია, უფრო კომუნიკაბილურია, შეიძლება კარგად გამოავლინოს საკუთარი ნიჭი, უნარი, ორგანიზატორული მონაცემები, მიზანსწრაფულია, უფრო მეტად სხვა შესაძლებელი ურთიერთობებისათვის ახალი ცოდნის მისაღებად პერიოდი საკმაოდ კარგია. ანუ აშკარად არის შესაძლებლობა იმისა, რომ თქვენი ავტორიტეტიც ამაღლდეს და ასე შემდგომ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ავტორიტეტის ამაღლება და თქვენი წარმატებები სულაც არ დაეხატება გულზე ზოგიერთ თქვენს ფარულ მტერს, რომელმაც შეიძლება გარკვეული ჭორების, ინტრიგების ტენდენცია აგოროს თქვენს საწინააღმდეგოდ. ამიტომ ეს არის შემსმის ყოველივე დაგაზარალებთ არა. მაგრამ ყურადღებით იყავით, რომ ცოტა ნერვმოქმედი ტენდენციები შეიძლება ამან შექმნას და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ზედმეტ ემოციებს აქ და მით უმეტეს განწყობილებას ნუ მიიღებთ ემოციურ ფონზე, იმიტომ რომ ემოციები ცოტა ეგზალტირებულია თქვენთვის და ამიტომ ვეცადოთ რომ არა ემოციურ ფონზე, არამედ უფრო გონებრივად მიიღოთ მნიშვნელოვანი განწყობილებები, რათა ზედმეტი ემოციებით შესტოები არ დაუშვათ. შეიძლება ტყუპების ზოდიაკოს ნიშნე დაავადებულებს აქ ენერგოტონუსი თქვენი შემთხვევით შემცირებული, ამიტომ ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით. იმოქმედეთ, აქტიურად კი კონტაქტურობა გამოავლეთ, მაგრამ მაინც გახსოვდეთ, რომ აქ არ არის ეს ყველაფერი მაღალ დონეზე, როგორც თქვენ ეს გსურთ. უფრო მეტი ზოგიერთმა შეიძლება წინასწარ განუსაზღვრელმა სიტუაციებმა, მათ შორის სამსახურში შეიძლება ცუდად დაწაბონ სიტუაციები, ან გარკვეული ისევ ცვლილებები პროექტებში შეიძლება მოხდეს, ან იდეებში, რომელიც თქვენ წინ და წინ გქონდათ გამიზნული, რომ აი ეს წარიმართებოდა და აბსოლუტურად სხვანაირად შეიძლება წარიმართოს ან პერსპექტივის, ასე ვთქვათ, ტენდენცია დაკარგოს მან. ყოველ შემთხვევაში მოვიტავხნით, რომ ეს დროებითი მოვლენები უკვე შემდეგი კვირიდან დადებითი შესაძლებლობები მოიმატებენ, თუმცა ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება გარკვეული თქვენი შემოქმედებითი იდეების განხორციელება, ოღონდ იმოქმედეთ სულსწრაფობის გარეშე. იმოქმედეთ მაინც პრინციპით 7 ჯერ გაზომოთ ხელგაჭერი. აქ არასტანდარტული თქვენი აზროვნება ასევე ხელშეუწყობს ზოგიერთი საინტერესო, ასე ვთქვათ, პრობლემის უფრო მეტად მოგვარებას. ანუ სასიკეთო, მოდით ასე ვთქვათ, მაინც პერიოდი სასიკეთოა. იმიტომ რომ აქ ზოგიერთ თქვენთაგანი ფინანსურ მდგომარეობასაც გაუმჯობესებს, ზოგიერთი კარიერულადაც წაიწევს წინ, მაგრამ ერგოტონუსი დაბალია, ფსიქოემოციური სტაბილურობაც დაბალია, ეს გავახსოვდეს. ამიტომ არის სასიკეთო ტენდენციები, არის ნაკლებად სასიკეთო ტენდენციები, მათ შორის მოულოდნელი შეცვლა იგივე დავშოთ გეგმების და პროექტების, რაც ცოტა ნერვმოქმედზე გავლენას მოახდენს. ამიტომ ზოგიერთი ტყუპები უფრო კმაყოფილი იქნება ამ კვირის, ზოგიერთი ნაკლებად. ანუ ვეცადოთ რომ ეს სასიკეთო ტენდენციები ამ კვირის უფრო მეტად გამოიყენოთ, მაგრამ თან გარკვეული სიფრთხილეს გამოავლინოთ. რაც შეეხება კერჩხიბ უმრავლესობას, კერჩხიბი ახლა ფრიად აქტიური, ენერგიულია, მოდით ვთქვათ ასე ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია მათთვის, იმიტომ რომ ერგოტონუსი მაღალია, კერჩხიბ უმრავლესობა შეუძლია საუკეთესო თვისებების გამოვლენა ამ პერიოდში. მთავარი აი თქვენ როგორც კუროს გაქვთ, ესე იგი მთავარი პრობლემა ამ კვირაში რა? ზედმეტი ემოციურობა. აი ზედმეტ ემოციას ნუ გამოხატავთ და ესეთ რეაგირებას ნუ მოახდენთ მოვლენებზე, რომელიც თქვენ სირგულე ხდება. ზედმეტი ემოციების ფონზე თქვენს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
მოქმედებს, მაგრამ სხვა მხრივ, კი ბატონო, პერიოდი კარგია ხელსკობს როგორც მატერიალური მდგომარეობის გამოჯობესებას, ასევე კარიერულ წინსვლას, ხელსკობს შინაგან განახლების პროცესების დაწყებას, მოდით თქვათ ასე, შეიძლება თქვენ სურვილი გქონდეთ რაღაც ყველაფრის თქვენს ირგვლივ შესვლისა, დიზაინიდან დაწყებული სახლისა, გარეგნული იმიჯით დასრულებული. აი ესეთი სურვილი შეიძლება გქონდეს ზოგიერთ თქვენთან გასახსნა საქმე, რამდენად გააქვს ამის საშუალება, მაგრამ რაღაცას მაინც შესწავლით საკუთარ თავში. ზოგიერთმა შეიძლება მაგათ ადგილსამყოფელი შეიცვალოს, შეიძლება სამსახურით შეიცვალოს, არ არის გამორიცხული ყოველ შემთხვევაში ეს ყველას არ ეხება, მაგრამ ზოგიერთ თქვენთანაც ესეთი ტენდენციები ექნება. და უნიშნოთ ისიც, რომ აქ ისევ და ისევ მაინდამაინც თუ დაერკნობით ინტუიციას. ეხლა ყველაზე კარგია გონებრივი ანალიზური აზროვნებით მიღებული გადაწყვეტილება, ის იქნება კარგი, მაგრამ პერიოდი რომ კარგია, მაგათად მოგზაურობისათვის, უცხოელებთან კონტაქტებისათვის, კი ბატონო, თუ თქვენ გქონდათ განზრახული მაგათად რაღაც წმინდა ადგილების მონახულება, ამ კუთხითაც ეს პერიოდი საკმაოდ კარგია. იგი ხელშეწყობს სასულთლიანობაში თქვენს მათ შორის სულიერ განახლებას, კარგია შემოქმედებითი მუშაობისა და ამ მხრივ წარმატების მისაღწევად. Aceea lomii zodiacul nește da de bulep. Smodit am și drum lom ta energoton si mai შედარებით შემცირებული. ამიტომ ზედმეტად აქ სარისკომოქმედებებს მოვერიდოთ. ახალ საქმეებს ნუ დავიწყოთ. ეს პერიოდია, რომლის შეუძლებლობისას შესაძლებელია გარკვეულწილად ვერ წავიდეს საქმე ისე, როგორც თქვენ ეს გსურთ. აქედან გამომდინარე, ეცადეთ რომ ამას არ მოყვეს ზედმეტი ემოცია, ზედმეტი აგრესია თქვენი მხრიდან. აქ საჭიროა როგორი სტილის მუშაობა. ყოველდღიურად, ასე ვთქვათ, ყოველი ნაბიჯი ზედმიწევნით აწონდაწონა. ანუ ის როგორც თქვენ ზოგჯერ გამოგდით, რომ თავისით მიდის ყველაფერი, აქ ესე არ წავა. ანუ ყოველი ნაბიჯი უნდა ზედმიწევნით აწონდაწონოთ და აკონტროლოთ თქვენში ემოცია. მაქსიმალური ყურადღება წყვილმანებს. აი აქ არის დიდი რისკი იმისა, რომ თქვენ შეიძლება წყვილმანი გამოგჩეთ, შეიძლება საბუთების ხელმოწერის დროს იყოს, შეიძლება საქმიანობის დროს და ამ დეტალმა შეიძლება ნეგატიური დაღი დაასვას თქვენ შესაძლებლობებს. ამასთან ერთად მოდით დავუშვათ, რომ ეს ის პერიოდია, რომლის შეუძლებლობისას თქვენ უნდა მაქსიმალურად აკონტროლოთ ყველაფერი, რაც ხდება თქვენს ირგვლივ. იმიტომ რომ მეორე ელემენტარული უყურადღებობა შეიძლება გახდეს სერიოზული შესაბამისობის ტოლფასი ფაქტორი. რაც შეეხება ქალწული ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, საკმაოდ კარგი პერიოდი, რომელიც ხელშეუწყობს გარკვეული ძველი დაშვებული შესაბამისობის გამოსწორებას. ეს ის პერიოდია, რომლის შეუძლებლობისას თქვენი ერგოტონუსი უმჯობესდება, შარმი მატულობს, ამიტომ ეს პერიოდი კარგია რომანტიკული ურთიერთობებისათვის, შეიძლება ახალი კავშირების დასამყარებლად, ძველი ურთიერთობების უფრო მაღალ დონეზე ასაყვანოთ. ეს ის პერიოდი, როდესაც თქვენ შეგიძლიათ აი ეს ურთიერთობები პარტნიორული უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ. და ამასთან ერთად აქ უფრო თავისუფლად მოქმედებთ, გრძნობთ, რომ ხელშემშელი ფაქტორები ნაკლებია, ამიტომ შესაძლებლობა იმისა, რომ თქვენ კარიერულად განვითარდეთ, იდეების რეალიზაცია მოახდინოთ, იმოგზაუროთ, გარკვეული მატერიალური დივიდენდები მოიპოვოთ და გაუმჯობესოთ თქვენი მატერიალური მდგომარეობა, ესეთი სასკედო შესაძლებლობები აქ უდავოდ გექნებათ. რაც შეეხება სასწორე ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ვერ ვიტყვი, რომ აქ გადასარევი პერიოდია სასწორთათვის ნამდვილად არა. ერგოტონუსი თქვენი შემცირებული, ამიტომ ნუ გადაეტვირთებით, სარისკომოქმედებებს აქ მაინც მოვერიდოთ. დავუშვათ, რომ შემოქმედებითი მუშაობის კუთხით კი ეს პერიოდი ნაყოფიერი და კარგია. მაგრამ ამასთან ერთად, როგორც კი მოგეცემოთ საშუალება, კარგი იქნება განმარტოვება. ან თქვენთვის ძალიან სასიამოვნო საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა. ეს უფრო მეტად შეავსებს თქვენს ენერგიას, რომელიც ენერგიის კატას ერგოტონუსი ცოტა არასტაბილურია. ამიტომ ფსიქოემოციური არამდგრადობა შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მიზეზი არასასვლელი კონფლიქტებისა. როგორც სახში, ასევე სამსახურში მით უმეტეს თქვენ ახლა მაინდამაინც არ ახართ განწყობილი ყოველდღიური საქმეების შესრულებაზე, არა და სწორედ კოსმოსი ამას ითხოვს, რომ თქვენი ვალდებულებები შეასრულოთ, რაც მაინდამაინც არ გიხარიათ. აი ამან შეიძლება გამოიწვიოს ასევე დაპირისპირებები და ამ ტენდენციას მიაქცევთ ყურადღება ის ვალდებულებები, რომელიც გაქვთ აღებული და აუცილებლად ჩვენი შესასრულებელი აუცილებლად უნდა შეასრულოთ. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, მორიელი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, სტაბილურია, შეუძლია ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესოს, საინტერესო ურთიერთობები დაამყაროს. ეს ის პერიოდია, როდესაც მისი შარმი მატულობს, ინტუიცია საკმაოდ ძლიერია. ხელს უწყობს იგი ორიგინალური იდეების სასკეთო წარმართვას. ხოშოს ხელმძღვანელთა მხრიდან, სპონსორების მხრიდან კეთილგანწყობა თქვენთან აშკარად თვალშისაცემი იქნება. ახალი პროექტები და თქვენი დასახული პროექტები იქნება მეტად პერსპექტიული, ამიტომ შანსები უდავოდ გაქვთ, მაგრამ არის ხალხაშა დინება, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქცონ მორიელებმა, რატომ? ცოტა არაჯანსაღი დამოკიდებულება შეიძლება გამოლიდეს ფინანსების მიმართ. თქვენ გინდათ ნებისმიერი გზით რომ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინოთ ირგვლივ ყოფ ადამიანებზე, სოციუმზე, ამან კი შეიძლება გამოიწვიოს უზარმაზარი ფინანსური ხარჯი. რამაც შეიძლება ნეგატიური დაღი დაასვას თქვენს მატერიალურ მდგომარეობას.
რაც შეეხება მშვილდ, ანუ რატომღაც ეს ლომის ელემენტები, ესეთი ბომონდის წინაშე გამოსვლა და საკუთარი თავის განსაკუთრებული წარმოჩენა, აი რატომღაც ამ პერიოდში იმდენად მოლს არა, რამდენად მორიელს გაუჩნდება ესეთ სურვილები და ამას მიაქცეთ ყურადღება. რაც შეეხება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, მშვილდოსანს ენერგოტონუსი ცოტა შემცირებული აქვს, ამიტომ ნუ გადაეტვირთებით. სარისკო მოქმედებებს მაინც უმჯობესია აქ მოვერიდოთ, თუმცა შეიძლება არაერთი საკითხი გადაწყვიტოთ, მშვიდად კნარად ზედმეტი ხმაურის გარეშე, მოდი თქვათ ასე, მithumetes თუ ეს დაკავშირებულია უძრავ ქონებასთან, მშენებლობასთან, სარემონტო სამუშაოებთან, შეიძლება საბინაო საკითხები ისევ და ისევ საკმაოდ კარგად გადაწყვიტოთ სწორედ ამ კვირის განმავლობაში. ეს ის პერიოდია, რომლის ველობისას ამავდროულად ეცადეთ, რომ გრანდიოზულ პროექტებში არ ჩართოთ. მithumetes კაპიტალ დაბანდებას მოვერიდოთ, იმიტომ რომ აქ შეიძლება უზარმაზარი ფული აბსოლუტურად ყოველუბრალოდ დაგეხარჯოთ. და ამას შეიძლება შენგონ პრობლემების შექმნას. ეხლა იმპულსურობას, სულსწრაფობას მიაქცეთ ყურადღება. ზოგჯერ ისიც შენს თავს და შეიძლება გახდეს შეცდომის თვალსაჩინო ფაქტორი. აი ამ ტენდენციებს მიაქცეთ ყურადღება. რაც შეეხება თხისქა ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, ეს ის პერიოდია, როდესაც მთავარი თქვენი პრობლემა ისევ და ისევ უკავშირდება პარტნიორულ ურთიერთობებს. სადაც შესაძლებელია, როგორც ბიზნეს პარტნიორებთან, ასევე სასკოლო პარტნიორებთან სიტუაცია ცოტა დაიძაბოს. აქ სწორედ თქვენ შეიძლება მოგიხდეთ კომპრომისების მიღწევა მათ მიმართებაში, სხვანაირად შეიძლება კონფლიქტების წინაშე აღმოჩნდეთ, მაგრამ სამაგეროდ კარგი პერიოდია იმისთვის, რომ თქვენი პოვოთ ახალი მეგობრები. აქ შეიძლება სხვა შორის ახალი სასკოლო პარტნიორული ურთიერთობების ან რომანტიკული თავგადასავლების, ან რომანტიკული ნაცნობობის წინაშე აღმოჩნდეთ ეს ის პერიოდია, როდესაც სხვა შორის სწავლისთვის მნიშვნელოვანი საჭირო ინფორმაციის მისაღებად საკმაოდ კარგი პერიოდია, თუმცა კოსმოსი ითხოვს თქვენგან რას? მოქმედებას პრინციპით შვიდჯერ გაზომ ერთხელ გაჭერი და საკუთარი საიდუმლოს დაცვას. ანუ წინ და წინ ნუ გათქვავთ, რას აპირებთ, რა გეგმები გადააშენებთ, რათა ეს ყველაფერი შენგონ სხვებმა არ გამოიყენონ თქვენ და საწინააღმდეგოდ. თუ თხისქები დაკავშირებული არიან ლიტერატურასთან, შემოქმედებასთან, დაუშვათ სალექციო, პედაგოგიურ სფეროსთან, ფსიქოლოგიურ სფეროებთან, აი ამ სფეროებში დაკავებული თხისქები უფრო მეტად წარმატებულები იქნებიან. რაც შეეხება მერწყული ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, აქ პრიად აქტიურები ხართ, ენერგიულები ხართ, შეიძლება საკმაოდ კარგი შრომის უნარიანობა გამოავლინოთ და სხვა შორის ხელსაწყობს ეს პერიოდი მეტნაკლებად მატერიალური მდგომარეობის გამოუჩვენებას და სტაბილურობას, ცენტრალურ იდეების რეალიზაციას, საქმე აღმოჩნდეთ ისიც, რომ აქ არა მარტო თქვენი მხრიდან სხვათა დახმარების, არამედ სხვათა მხრიდან თქვენდამი დახმარების ტენდენცია მატულობს. ეს ის პერიოდია, რომლის ველობისას შეიძლება მატერიალური მდგომარეობის გამოუჩვენებასთან ერთად ძველი საქმეები დაასრულოთ. ესე იგი, მთავარი აქ არის რა? მერწყულმა გაიგოს სულსწრაფობა არის თქვენი მთავარი მტერი და ზოგჯერ უყარათო ხარჯვის ტენდენცია. აი ამ ტენდენციებს თუ ცოტა კონტროლ ქვეშ აიყვანთ, სხვა მხრივ ეს კვირა იქნება თქვენთვის საკმაოდ კარგი და სტაბილური. ენერგოტონუსის მეტნაკლებად ინარჩუნებს სტაბილურობას. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, თევზებო. ეს ალბათ მოდი თქვათ ასე ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია წლის განმავლობაში თქვენთვის, რომ შემდეგი კვირა იქნება საკმაოდ კარგი, მაგრამ არა ისეთი როგორც ეს კვირა. ამიტომ მოდით ამ კვირაში ახლა მithumetes ახმოვალი მთვარის პერიოდია, თქვენი ენერგოტონუსი არნახულად მაღალია, ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, იღბალი თქვენს მხარეს არის. ამიტომ ენერგოტონუსი გაქვთ მაღალი, ხართ აქტიური, ენერგიული, შარმიანი, საინტერესო იდეებით, შემოქმედებითი მონაცემებით. ეს არის საუკეთესო პერიოდი მათ შორის სასკოლო პარტნიორული ურთიერთობებისათვის, ბიზნეს საქმიანობისა და შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოსაումნად. სხვა შორის საქორწინო ურთიერთობების კუთხითაც კი თუ გაქვთ ესეთი რამ გამიზნული, ეს პერიოდი მეტად ნაყოფიერი და კარგია. ხელსაწყობს იგი ახალი იდეების რეალიზაციაში, შეიძლება ახალ დასუფთა წრის ჩამოყალიბებას, უცხოელებთან აქტიურ კონტაქტებს. ერთ სიტყვით, ყველა სახის წარმატების ფაქტორი, შანსი გაქვთ არნახულად მაღალი. ეს ნიშნავს იმას, რომ აქ უფლება არ გაქვთ სიზარმაცისა, არაფრის კეთებისა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია წლის განმავლობაში. რომელიც გაძლევთ მატერიალურ დივიდენდებს, გაძლევთ ავტორიტეტს და ბევრ სასიკეთო ცვლილებებს. ამიტომ ეცადეთ, რომ ეს კვირა მაქსიმალურად ინტენსიურად და აქტიურად განვლოთ. ეს 12 ზოდიაქოს ნიშანი მათი ასტროპროგნოზი. ეხლა მოდით ნახოთ უკვე სხვა მოვლენები, შემდეგი კვირის მოვლენები, მათ შორის ცალის შტრიხით. მოდით ვთქვათ ასე, როგორ იქნება შემდეგი კვირა. ესეთი მცირე პორტრეტი შემდეგი კვირისა. გარკვეულწილად მე დავიწყოთ ხვალინდელი დღით 11 მარტი ორშაბათი დღეა, აქ ჩვენ გვაქვს რა. ის რომ კოლექტიური საგმანობა ხვალ მეტად წარმატებული არსახეს მიიღებს. კარგი დღეა ძალიან ახალი ნაცნობობისა და კონტაქტებისათვის და ასევე აღმოჩნდეთ რომ დაწყებული საქმე ხვალ აუცილებლად ბოლომდე უნდა მეეყვანოთ, ამას სითხოვს კოსმოსი თითოეული ჩვენთაგანისაგან. თან ხვალ გავეთვალისწინებთ რომ დღე არის გეომაგნიტური.
გეომაგნიტური თქვენიცით რომ ეს არის ისეთი დღე, რომლის შეობისას ნეგატიური კოსმოსური ენერგიები მეტ პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულს, ძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი. თავის ტკივილებისა, უგონებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული მოვლენების. ასეთ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ? რაც გულია თქვენიცით მეტად თუ გავიზომოთ წნევას და აღმოაჩენთ წნევის ცვალებადობას, გამოიყენოთ წამლების პროფილაქტიკა, შეძლებს და გვარად მეტად დაისვენოთ და გქონდეთ ურთიერთობა ბუნებასთან, ხელოვნებასთან, იუმორთან, სასიამოვნო ადამიანებთან, მაშინ უფრო მშვიდად და სხვა ზედმეტი პრობლემების გარეშე ამ დადებითი განწყობით გაევლით ამ გეომაგნიტურ დღეებს და ეს დღეები უკვე ესე ნეგატიურზე გავლენას და შემაწუხებელს თავის ფაქტორს აღარ გამოავლინენ. რაც შეეხება 12 რიცხვს, ეს არის სამშაბათი დღე, აქ ჩვენ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი. გვაფსნობს რომ იგი დაიწყებს ამოქმედებას 13 საათი 31 წუთიდან 19 საათამდე 59 წუთამდე გასტონს იგი და რა ხდება ამ დროს? ორობთი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებს, შეიძლება გახდეს მიზეზი არასასურველი ტრავმებისა და უარებისა, ამიტომ ეს პერიოდი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისგან ვიმეორებთ 13 საათიდან 41 წუთიდან 19 საათამდე 59 წუთამდე. და ამავდროულად სამშაბათს, ანუ 12 მარტს წარმოთქმულ სიტყვებს დიდი ძალა გააჩნიათ. ამიტომ მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი სიტყვები. აქ რასაკვირველია, ბილდ სიტყვაობა გაცილებით მეტ პრობლემებს მოგიტანთ შემდგომ, ვიდრე რამის სასკეთო სიტყვა, რომელიც შეიძლება გაცილებით მეტი სასკეთო დივიდენდები მოიტანოს თქვენს ცხოვრებაში. მაგრამ რადგან მატულობს ემოციურობა და მგრძნობიარობა, თქვენს ნეგატიურ აგრესიულ სიტყვებს განსაკუთრებული კონტროლი უნდა დაუწესოთ, რათა ეს არ გახდეს შემდგომი თქვენი პრობლემების საწინდარი. კარგია, მაგათაც 12-ში ვისაც აქვს გაზრახული მასაჟი, საუნა, განსაკუთრებით კარგზე გავლენას ახდენს, მაგრამ მოვერიდოთ 12-ში ცივ სასმელებსა და საკვებს, რაც ძალიან ნეგატიურ დახს დაასვავს ორგანიზმს. 13 მარტი, ოთხშაბათი დღე. აქ ეცადეთ იპოვოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხებისა. მოერიდეთ კონფლიქტებს, რომელთა ალბათობა მოიმართებს განსაკუთრებით ხელმძღვანელ პირებთან მიმართებაში, ამიტომ აქ ცოტა მეტი თავდაჭერა საჭირო ამ კუთხით. 14 მარტი ეს არის ხუთშაბათი დღე, რომელიც სკოლისა აქ გაუგებრობებს, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას 14-ში, მაქსიმალურად ეცადეთ იუმორით მივუდგეთ. საერთოდ რაც მეტად იუმორი იქნება წინა პლანზე წამოწეული, მით უკეთესი, მაგრამ აი 14-ში განსაკუთრებულად გაუგებრობები ითხოვენ იუმორით მიდგომას. დაიცავით წესები, მოერიდეთ ხელმძღვანელებთან კონფლიქტს, რომელთა ალბათობა ისევ მაღალია. და გავითვალისწინოთ ახლა რა, რომ დღე გეომაგნიტური ენერგიების მატარებელი ეს ნიშნავს რას? ნიშნავს იმას, რომ ისევ გეომაგნიტური ენერგიები მეტ პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულს, ძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას და შეიძლება გახდეს მიზეზი ისევ წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა, უგონებობისა, თავის ტკივილებისა და სხვა დისკომფორტული მოვლენებისა და ასეთივე დღე გვაქვს შემდეგი 15 რიცხვი. ამიტომ აი ეს 14, 15, ესე იგი ხუთშაბათი და პარასკევი ვეცადოთ რომ ცოტა ყურადღებით წნევა გავიზომოთ, დისკომფორტის შემთხვევაში შედარებით მეტად დავისვენოთ და მეტად მოусმინოთ მუსიკას და ხელოვნებასთან ურთიერთობა. ეს ყოველივე ფრიად პოზიტიურ ენერგომუხტს შექმნის და აქედან გამომდინარე თქვენ გახსოვთ აი ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ამის წინა პარასკევს ყავდა სტუმარი ბატონი რამაზ კახოკიძე, რომელსაც ძალიან საინტერესო კომპოზიცია ჰქონდა, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია კავკასიისა, რომლებიც უკვე შემჩნეულია და ეს უკვე არაერთმა ადამიანმა აღიარა, მათ შორის ექიმებმა, რომ ამ კომპოზიციის მოსმენის შემდგომ წნევა კლებულობს. ამიტომ აი ეს მომენტი შეიძლება ხა ამიტომ ვამბობ ხელოვნების სფეროა შორის იგივე მუსიკასთან თუ იქნება სასიამოვნო თქვენთვის ჟღერადობის მუსიკა დამოშვიდებელი წნევა რომ გქონდეთ მაღალი ასეთ მუსიკის მოსმენის შედეგად მან შეიძლება ეს წნევა შეამციროს თავისთავად, იმიტომ თერაპიული ზეგავლენა აქვს და ამიტომ ესეთი თერაპიები მაქსიმალურად გამოიყენოთ. 16 რიცხვი შაბათი დღე მარტისა აქ ისევ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი ითხოვს ყურადღებას უკვე ღამის საათებში 22 საათიდან ღამის პირველ საათამდე ამ 3 საათის განმავლობაში ვარყოფით მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ისევ ადუნებს ყურადღებას ადამიანებში შეიძლება გახდეს ისევ მიზეზი თავის ტკივილებისა და ოღონდ თოვარია უარესი არ მარტო თავის ტკივილების არამედ ამას შეიძლება გამოიწვიოს ყურადღების თქვათ მოდუნება ეს კი თავის მხრივ რა არის ცხადია ტრავმების და უარების ერთ-ერთი მთავარი საბაბი. ამიტომ ამ მხრივ ისევ ვიყოთ ყურადღებით ღოლებო, ქვეითად მოსიარულეებო, განსაკუთრებით 22 საათიდან ვიმეორებ ღამის პირველ საათამდე შაბათს 16-ში.
17 მარტი ეს არის კვირადღე, აქაც გვაქვს ჩვენს ქვეშეს მიმართულებათა დაკარგული მთვარის პერიოდი, ოღონდ ეს უკვე ძალიან ღამის საათებში, ღამის პირველი საათიდან დილის 5 საათამდე. აი აქ ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით, ნუ ხა ეხლა რატომ ამბობ, იმიტომ რომ ხა ადამიანთა ნაწილი იწვის რომ ამ დროს ჩვენ გძინავს. კი ბატონო, ზოგ გძინავს, მაგრამ ზოგიერთი ძალიან აქტიურ მუშაობაში ამ დროს, იმიტომ რომ გაიხედეთ გარეთ და ნახეთ, ღამის საათებშიც კი თქვენ დაინახავთ, რომ ზოგიერთ ადგილას საკმაოდ ინტენსიური მოძრაობა, მათ შორისაა ბევრი მეტის აეროპორტში, ზოგიერთ თვითმფრინავი მიფრინავს ამ დროს და შემდგომ და უხდება გარეთ ყოფნა. ამიტომ აქ მოდუნება ყურადღებისა ღამის პირველი საათიდან დილის 5 საათამდე შეიძლება ზოგიერთ სკოლას ძალიან ძვირად დაუშვდეს. ამიტომ მათ გასაგებოდაც ვამბობ, რომ აი ეს პერიოდებიც ღამის ამ შემთხვევაში შემდეგ კვირადღეს ითხოვს ყურადღებას, მაგრამ შემდეგ კვირადღე მარტო ამით არ არის მნიშვნელოვანი. საერთოდ მნიშვნელოვანი დღეა შემდეგ კვირადღეს, ამაზე კიდევ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, მაგრამ ახლა წინ ასე ვთქვათ, მინდა გაგაცნოთ ერთი რამ, რომ ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია რატო? სელენა, თეთრი მთვარე, ანუ ეგრეთ წოდებული თქვენი მფარველი ანგელოზი, 17-ში კვირადღეს ქალწულის ზოდიაქოს ნიშანთათვის გასახარად, მოდით ვთქვათ ასე, გადაინაცვლებს ტოვებს უკვე ლომის ზოდიაქოს და გადაინაცვლებს ქალწულის ზოდიაქოში, სადაც იქნება იგი 7 თვის განმავლობაში, ნუ ფაქტობრივად თითქმის ოქტომბრის დაახლოებით შუა რიცხვებამდე. და ამით ამ პერიოდში ეს მოვლენა რას შეუწყობს ხელს, აი სოციუმის კუთხით. იმის გარდა რომ დავუშვათ ქალწულთა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთა წარმატებებს შეუწყობს მეტად ხელს, გაუმჯობესებს მისი მონათესავები ნიშნების, მაგალითად ყუროს და თხისკას პერსპექტივებს შედარებით შეუმსუბუქებს და უფრო მეტად წინ წაწევს მორიელს დავუშვათ იგივე და კირჩხებს თუნდაც ხელს შეუწყობს ასევე მათ განვითარებას. ამის გარდა, ესე იგი სელენა ქალწულის ზოდიაქოში გადასვლით სოციუმის კუთხით თქვათ ასე ხელს შეუწყობს საინჟინრო და სამრეწველო ტექნოლოგიების მეტად განვითარებას, სამეცნიერო კვლევების მეტად წინა პლანზე წამოწევას და ამ სფეროს გაუწევას, რო იტყვიან, მედიცინისა და ასევე ფარმაკოლოგიის, სამკურნალო უნარების გაუებას ადამიანებში, მედიცინის საკითხები წამოიწევს წინა პლანზე. აქ შეიძლება ახალი პრეპარატების შექმნის წინაშე აღმოჩნდეს საზოგადოება, აქ სისუფთავის და წესრიგის ფაქტორები წამოიწევენ წინა პლანზე. საბანკო სექტორში როცულებები იქნება, ნუ აქ ორი აზრი არის, რომ იქნება რას ქვია შედარებით გაუმჯობესებს ამ ტენდენციებს სელენა, მაგრამ ურანია შესული რასთორე საბანკო ეკონომიკურ სისტემაში, ამიტომ აუცილებლად იქნება სერიოზული ცვლილებების დრო. და ნუ სელენა მაქსიმალურად შეეცდება, რომ ოქტომბრის ბოლომდე მაინც ეს ცვლილებები არ იყოს ზედმეტად მკევნეული, მათ შორის საბანკო სექტორისთვის, საბანკო სისტემისთვის და საერთოდ სოციუმისთვის, იმიტომ რომ ძალიან კარგი ეს მოხდა. და ხა წარმოიდგინეთ ურანის შესვლა 7 წლით შევიდა ურანი კუროს ზოდიაქოში და მით უმეტეს პირველი წელი საკმაოდ ძიმეა, სანამ ბანკირები ნელ-ნელა შეეჩვევიან ტენდენციებს და გარკვეულწლებებს შეიტანენ და ამიტომ ძალიან კარგია რომ საბანკო სექტორს კუროსთან ერთად მართავს ქალწულის ზოდიაქო და მფარველი ანგელოზის შესვლა 17 რიცხვიდან უკვე შედარებით ოცდა უფრო მსუბუქ ფორმას მისცემს და გაუადვილებს მაინც ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ბანკირებს აი ამ სამუშაოს ჩატარებას, რომელიც აუცილებელია რეფორმატრული კუთხით საბანკო საფინანსო სექტორში. რასაკვირველია ეს კარგია, მაგრამ ეს კარდ ბლანში მათ ეკნებათ მაქსიმუმ შუა რიცხვებამდე ოქტომბრისა. მერე უკვე როგორც კი მფარველი ანგელოზი გადავა სასწორი ზოდიაქოში, უკვე იქამდე მათ უნდა კონდეთ ეს დამთავრებული მნიშვნელოვანი რეფორმების, ყოველ შემთხვევაში დაწყების ან გარკვეული ასე ვთქვათ ნაწილის შესრულების ტენდენცია. წინამდე შემთხვევაში ისინი თუ მერე მოინდომებენ ამის გაკეთებას, მერე გაცილებით უფრო რთული იქნება რეფორმების შესრულება. ამიტომ ბანკირებს აქვს ძალიან კარგი კოსმოსიდან კარდ ბლანში, აი ამ 7 თვის განმავლობაში შეამზადონ და უკვე თანდათან დაიწყო მნიშვნელოვანი ცვლილებების შემოტანა სოციუმის სასარგებლოდ მათ შორის საბანკო სექტორში, რაც შედარებით უმტკივნეულად გაივლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. მაგრამ უფრო მტკივნეული იქნება ეს პროცესები ოქტომბრის შემდგომ, ვიც ვერ მოასწრებს ამას. ამას მეექცევთ ყურადღება ეს ტენდენციები აქ მოიმატებს და სხვაშორის კოლეგიალური ურთიერთობების გაუმჯობესების ტენდენციებიც მოიმატებს. სხვაშორის ადამიანებში მეტად გამახვილდება ორგანიზებულობის დისციპლინის შრომის უნარიანობის ტენდენცია, მეტ ყურადღებას მიაქცევენ სისუფთავის დალაგების საკითხებს, მათ შორის მერის კუთხიდან შეიძლება იყოს ესეთი ტენდენციები, სხვაშორის რადგან მართავს ქალწული ჯანმრთელობის ზონას, ესე იგი ჯანმრთელობის გაუმჯობესების ტენდენციაც მოიმატებს, რომ მფარველი ანგელოზი შედის
ჯანმრთელობის ნიშანში და შესაძლებლობის დაგვარად ხელშეუწყობს ასევე საზოგადოებაში ჯანმრთელობის მეტნაკლებად საკითხების მოწესრიგებას. ეს მოვლენები ჩვენ ყველაფერი გველოდება უკვე 17 რიცხვიდან, შემდეგი კვირადღიდან, შემდეგ კვირადღეს კიდე გავამახვილებთ ამაზე ყურადღებას და იქნება 7 თვის განმავლობაში აქტუალური ყოველივე ეს. ეხლა რაც შეეხება უკვე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს, რომელიც ასევე ითხოვს ყურადღებას, პირველ რიგში მოდით რეაქციად ყურადღება რომ ვისაც აქვს საქმე ბიზნესთან და უშუალოდ იქ ფინანსებთან და შემდგომ მათ საყურადღებოდ მინდა აღვნიშნო რომ პერიოდი რომლის არის პერიოდი 11 მოდი თქვათ ასე 13 მარტისა აქ თუ გაქვთ რაიმე სახის ასე ვთქვათ გადაუხდელი ჯარიმები სხვადასხვა სახის და შემდგომ ესე იგი ეცადეთ ამ პერიოდში ეს აუცილებლად გადაიხადოთ და დაფაროთ თქვენი ვალები იმიტომ რომ შემდგომ ეს მოიტანს ძალიან დიდ სირთულეებს შემდგომ 14-17 მარტის შუალედში კონფლიქტების წარმოქმნის ტენდენცია ხელმძღვანელ პირებთან, გავლენიან პირებთან, საქმიან პარტნიორებთან მოიმატებს. ამიტომ აქ ვეცადოთ რომ ცოტა მეტი თავდაჭერა, სიფრთხილე, წინდახედულობა, ინტუიცია, დიპლომატია გამოვანოთ ამ დაგვარი ურთიერთობების მიმართ, რათა ეს არ გახდეს უსიამოვნების ფაქტორი და ეს დღეები უკვე ნაკლებად უწყობენ ხელს ოფიციალურ ვიზიტებს, მოდით ვთქვათ ასე. ეს ეხება მათ შორის კიდევ ერთხელ მინდა აქ კავტონის სალომე ზურაბაშვილი ძალიან კარგია რომ აქტიურად მოძრაობს, მოქმედებს, მოგზაურობს მაგრამ თავი შეიკავოს ყოველივე ამ პერიოდში უკვე თქვათ ზონაში რომელიც უკავშირდება 14-17 მარტის შუალედს ეს პერიოდი სავიზიტოდ არ ვარ გადა ეს ეხება ყველას არ მარტო პრეზიდენტს არამედ ნებისმიერ თქვენთაგან შეიძლება გაქვთ რაღაც ოფიციალური ვიზიტი დაგეგმილი შეიძლება ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით და შემდგომ უჭირესია ეს ყოველივე ამ პერიოდში გადავდოთ რაც შეეხება ახლა მოგზაურობას და ასე შემდგომ მოდი თქვათ გვახსოვდეს აქ ერთი რამ რომ ახლა გონების და ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური მოგზაურობის მმართველი პლანეტა მერკური უკან მოძრავია ანუ რეტროგრადულია ნიშნავს იმას რომ მოვერიდოთ ისეთ მარშრუტებს რომელიც თქვენთვის ცნობილი არ არის. აი ესეთი მარშრუტი რომელიც დიდი ხანია იყო დაგეგმილი ვერ ახერხებით მაგრამ ახლა მოახერხეთ წასვლა კი ბატონო. ძალიან კარგია მაგრამ ახალ მარშრუტებში შეიძლება პრობლემები წარმოიქმნას ეს გავითვალისწინოთ და ასე მოდით დავუშვათ ისიც რომ კარგი იქნება თუ თქვენ აი დავშეტაპირებთ ამ პერიოდში სადმე წასვლას. აი ესეთი ტუროპერატორი თუ ყავთ, ვისაც სრული ნდობა გაქვთ, მაშინ კი ენდეთ და შეგიძლიათ ბილეთები აიღოთ, მაგრამ თუ ესეთი ტუროპერატორია, რომელსაც არ იცნობთ, აი შეიძლება მან ესეთი ბილეთები შემგაჩეჩეთ, რომელიც მე ჯვარს გასვლებთ. ამიტომ ცოტა ყურადღებით ვიყოთ ამ ხრივ. ესე იგი თქვენცით რომ რეტროგრადული მერკურის დროს რთულდება იდეების რეალიზაცია, რთულდება ურთიერთგაგება, რთულდება მოლაპარაკება. ხო კი შეიძლება წახვიდეთ მოლაპარაკებაზე, მოილაპარაკოთ კიდეც, იქ ლამაზი ჟესტებიც იყოს და დაპირებები, მაგრამ ეს ყველაფერი არ იმუშავებს. რეტროგრადული მერკურის მოძრაობის დროს არანაირი მოლაპარაკებები არაფრის მომცემი არ იქნება. მათ შორის იგივე ლიეტუვაში ახლა იგივე ურთიერთობა სალომე ზურაბაშვილი კიდე კარგია იმ ხრივ რომ დავუშვათ გაცნობის ფაქტორია და ახალი პრეზიდენტი ყავს შემდგომ გაიცნობიან და ელაპარაკებენ, ჩაის დალევენ და შემდგომ და დამთავრდა, მაგრამ ის რომ ამას მოყვება სერიოზული ქმედითი რაღაცა ცვლილებები, ჩვენს ურთიერთობებში არა. ეს არ იქნება, იმიტომ რომ რეტროგრადული მერკურის მოძრაობის დროს პოლიტიკოსებო, განსაკუთრებით და ბიზნესმენებო კიდევ ერთხელ მოგმართავთ. არავით არის სერიოზული მოლაპარაკებები, ვიზიტები, გადაწყვეტილებები, მოძრაობები და მოგზაურობები არ არის სასურველი. ამას ასტროლოგია გვამცნობს 40 საუკუნის განმავლობაში და ამას წყალი არ გასდის. კი, შეიძლება წახვიდეთ, მოილაპარაკოთ, ხელი მოაწეროთ, არ იმუშავებს. და მე ამას ნუ დააბრალებთ იქ 1000 სხვა ფაქტორს. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველას კიდევ ერთხელ ვთხოვ, პოლიტიკოსებს განსაკუთრებით რომელზეც ბედზეა დამოკიდებული დაუშვათ ქვეყნის ავკარგი, აი მათ განსაკუთრებით ვთხოვ, რეტროგრადული მერკურის დროს არ დაგეგმოთ არავით არ ვიზიტები და ჩვენ წინასწარ ვიცით ასტროლოგებმა წლის დასაწყისში თუ თქვენ დაუშვათ გეგმოთ პრემიერ-მინისტრი იქნებით თუ რომელიც იქნებით არ აქვს მნიშვნელობა რაღაცა ვიზიტებს ხო უცხოეთში შეგვითანხმეთ მაინც და გეტყვით როდის არის რეტროგრადული წლის განმავლობაში მერკური ამ დროს არ წახვიდეთ ხელი არ მოაწევოთ ხელშეკრულებებს და ქვეყანა არ დაღუპოთ იმით რომ ეს არ იმუშავებს შემდგომ და ამას მე გადააბრალებთ 1000 სხვა ფაქტორს, ხო? ამიტომ ეს რომ არ მოხდეს, კიდევ ერთხელ თქვენს გასაგებად მინდა აღვნიშნოს პრეზიდენტს ეხება, პრემიერ-მინისტრს ეხება, ნებისმიერ ბიზნესმენს ეხება, რომელიც სერიოზულ საქმეშია ჩართული. რეტროგრადული მერკურის დროს არავით არის სერიოზული ვიზიტები, მოლაპარაკებები და ხელშეკრულებები. არ იმუშავებს. დამიჯერეთ. რაც შეეხება სასკვალო ურთიერთობებს, მოდით აღვნიშნოთ, რომ აქ პერიოდი 11-13 მარტის ცოტა რთულია რომანტიკული ახალი ნაცნობობისთვის და ქორწინებისათვის
სამაგერად კარგია იგი მეგობრული კონტაქტებისათვის, ხოლო უკვე 14-17 მარტის შუალედი. აქ მოდი თქვათ ასე დაიშლებიან ესეთი ურთიერთობები, რომელიც დიდი ხანია უკვე პრობლემის წინაშე დგანან და უბრალოდ იყო საჭირო ერთი პატარა ბიძგი. აი ეს ბიძგი შეიძლება აქ მოხდეს და მოდი თქვათ ასე აქ იხსნება გზა უკვე ახალი სიყვარულისათვის. ამ პერიოდის განმავლობაში როგორ იქნება ეს კვირა, ესე იგი ტენდენციები ამოსაუდნელი სწორედ ამის ირგვლივ საუბრობ და ეხლა მოდით ერთი რამ აბრიშოთ, იგი აქ ახალ ზარი შემოვიდა ჩვენთან. როგორც მაცნობეს და ესე იგი კითხვა აქვს, ესე იგი აინტერესებთ, მე რო თქვი, დაუშვათ ჩვენ ყავს ფეიკი ინტერნეტში, რომელიც ჩემი სახელით გამოდის და ასე ვთქვათ ადამიანებს პირდება პირად ჰოროსკოპს და ასე შემდგომ, ესე იგი აქ აინტერესებთ ამ პიროვნებებს სწორედ რომ აი სად დაგვიკავშირდნენ ამასთან დაკავშირებით თუ ის ფეიკია, იმედია რომ ესე იგი მე ფეიკი არა ვარ და არა ვარ საკვირველია და მინდა გითხრათ რომ ესე იგი პირველ რიგში ტელეფონის ნომერს გეტყვით ახლა და მე კიდე გაგიმეორებთ ამ გადაცემის ბოლოს, იმიტომ რომ სწრაფად ვიტყვი, ესე იგი ტელეფონის ნომერი 599 91 52 38. ეს ჩვენი საკონტაქტო ტელეფონია პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებული. ეხლა გავაგრძელოთ ჩვენ დღევანდელი გადაცემა. საუბრობთ ესე იგი იმაზე, როდის დავიწყოთ მაგალითად კურნალობა, ვისაც აქ ეს განზრახული ამ კვირის განმავლობაში, მათთვის სასკეთო დღეებია 11, ასევე 12 მარტი, 15 და 17 მარტის დღეები. არ ვარგა 14 მარტი. დარჩენილი დღეები ნეიტრალური, ანუ საშუალო დღესაც შეგვიძლია დაწყება და უშუალოდ ვერ ახერხებთ კარგ დღეს, ხომ? დავარეთ სულ დღეს არ დაიწყოთ კურნალობა. საშუალო დღეს ჯობია დაწყება. ვიდრე დაუშვათ სულ დღეს. აი ეს გავითვალისწინოთ. მოგზაურობის დასაწყებად უღათ ესეთი რამ განზრახული ყველაზე კარგია 16 მარტი. არ ვარგა 12-14 მარტის დღეები და არჩენ დღეები საშუალოა. სამსახურის შეცვლის კუთხით თუ გაქვთ ეს განზრახული 13 მარტი, 17 მარტი კარგი დღეები, არ ვარგა 12 და 14 მარტის დღეები და არჩენ დღეები აქაც საშუალოა. ხელშეკრულებების დასადებად ყველაზე კარგია 15 მარტი, არ ვარგა 14 და 16 მარტის დღეები და არჩენ დღეები ნეიტრალურია. ქორწინებისათვის 11 კარგია, 12 მარტის დღე კარგია, 15 მარტი კარგია, არ ვარგა 14 მარტი და არჩენ დღეები ნეიტრალურია. დაუშვათ ბინის ყიდვა გაყიდვას ვინც აპირებს გადასვლას ახალ ბინაში, მათ საურადღებოდ მოდით აღმოჩნდეთ რომ არ ვარგა 14 და 16 მარტის დღეები. როგორც ესეთი კარგი არც ერთი არ არის, მაგრამ არჩენ დღეები ნეიტრალურია, ამიტომ შეგიძლიათ ნეიტრალურ დღეებშიც განახორციელოთ ყოველივე ეს თუ მანდ ამ კვირაში ეს დაგეგმილი. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის კარგია 13 და 15 მარტის დღე, არ ვარგა 14 მარტი და არჩენ დღეები ნეიტრალურია. მსხვილი საღირლებისთვის კარგია 12 მარტი და არ ვარგა 14 და 16 მარტის დღეები. სასამართლო პროცესების დასაწყებად ყველაზე კარგია 13 მარტი და არ ვარგა 14, ასევე 12 მარტის დღეები და არჩენ დღეები ნეიტრალურია. მოდით ასე. ეხლა რაც შეეხება უკვე ჩვენ საფინანსო რიტუალებს, იცით ესეთ რიტუალებია, რომლის ველობისას თქვენ შეგიძლიათ გარკვეული მოქმედების მეშვეობით ფინანსური ეგრეგორი მოიზიდოთ თქვენ და მე ან პირიქით მოხდეს განზიდვა, თუ არასწორად მოქმედებთ. და პირველ რიგში ესე იგი რა მოქმედებები აქვს საჭირო, რომ მოხდეს ასე ვთქვათ მოზიდვა ამ პირველში ფინანსური შესაძლებლობებისა. მაგალითად, ხვალ 11 მარტს კარგია საიუველირო საგნების შეძენა. შეიძინეთ ეს საგანი ფული დაეხარჯე, კი ბატონო, მაგრამ სამაგიეროდ ეს მოიზიდავს ახალ თანხებს და უფრო მეც აი ამაზეა საუბარი, მაგრამ არ არის ხვალ სასურველი რა ფულის გადათვლა. აი ეს პირიქით ელემენტარული გადათვლა ფულისა თქვენი საფულიდან გაიზიდავს შემდგომ დამატებით თანხებს და ვერ მიხვდებით რატო. 12 მარტის სამშაბათი კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება და ვალის დაბრუნება, მაგრამ არ შეიძლება კატეგორიულად სხვისი ფულის დათვლა. 13 მარტს ოთხშაბათს კარგია თქვენი ფულის გადათვლა, მაგრამ სხვის საფულეში ნუ ჩაიხედავთ, ეს განიზიდავს შემდგომ თქვენი საფულიდან ფულს. 14 მარტი ხუთშაბათი ძალიან კარგია ნებისმიერი ქველმოქმედებისათვის, საათის შესაძენად, სარკის შესაძენად, საიუველირო საგნების შესაძენად, მაგრამ მოვერიდოთ აქ ვალუტის ყიდვა გაყიდვას. 15 მარტს ეს უკვე პარასკევი დღეა, კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება. 16-ში შაბათს აქაც დაუშვათ იგივე ფინანსური დახმარება ქველმოქმედებისათვის იქნება ესეთი ფორმა ძალიან კარგი, მაგრამ არ არის სასურველი აქ ფულის ვალში გაცემა ან აღება. ეს შემდგომ დიდ თანხებს წაიღებს თქვენგან. 17 მარტის შემდეგ კვირა დღე უფლისკულისა ითხოვს რომ მოერიდეთ აქ ვალის დაბრუნებას. ეს შეიძლება შემდგომ გახდეს თქვენი ფინანსური პრობლემების ერთ-ერთი ასე მნიშვნელოვანი ფაქტორი.
ეს რაც შეეხებოდა უკვე ფინანსურ რიტუალებს. ეხლა რაც შეეხება ანგელოზის საათს, ეს ის დროა, იცით რომ თავსელობისას თქვენ გეძლევათ საშუალება რომ დაუკავშირდეთ თქვენს ფარველ ანგელოზს და გარკვეული თხოვნით მიმართოთ მას, თუ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, ან რაღაცა კარგი საქმე შეასრულოთ ამ პერიოდში და მიიღებთ მისგან ასევე მხარდაჭერას და დახმარებას. ანგელოზის საათი ჩვენ გვაქვს ხვალ 11 მარტს, ანუ ორშაბათს 13 საათიდან 12 წუთიდან 13 საათამდე 53 წუთამდე. ზეგ სამშაბათს 12 მარტს 14 საათიდან 1 წუთიდან 14 საათამდე 57 წუთამდე. მაზეგ 13 მარტს 4 შაბათს 12 საათიდან 45 წუთიდან 13 საათამდე 28 წუთამდე. 14 მარტს 5 შაბათს 21 საათიდან 5 წუთიდან 21 საათამდე 47 წუთამდე. 15 მარტს პარასკევს დილის 9 საათიდან 12 საათიდან დილის 9 საათამდე 53 წუთამდე. 16 მარტს შაბათს 15 საათიდან 5 წუთიდან 15 საათამდე 56 წუთამდე და 17 მარტს შემდეგ კვირა დღეს 16 საათიდან 15 წუთიდან 16 საათამდე და 59 წუთამდე. ეს არის სწორედ ანგელოზის დრო და საათი. ეხლა მოდით პირველში მოვიტანხმოთ სანამ კიდევ გვაქვს თემა და არის საინტერესო კითხვა ამასთან დაკავშირებული და არაერთი. პირველში მინდა ესე გაგაცნოთ რომ არის ჟურნალები გამოსული ჰოროსკოპი ეს მთელი წლის ზოდიაქოს ნიშნებისათვის და ყოველთვიური ჰოროსკოპი პლუს რევიუ ქვია ორივეს, სადაც არის აღნიშნული ასევე ყოველთვიური ასტროპროგნოზები. ამის გარდა თქვენ იცით რომ გამოსულია დიდი ჟურნალი ჰოროსკოპი, რომელიც ერთხელ გამოდის წელიწადში და შიგნით უამრავი სურპრიზი გეუდება. იმის გარდა რომ აქ ჩვენ გვაქვს ასევე ინფორმაცია საზოგადოებრივი პოლიტიკური პროგნოზის შესახებ, შესაბამისი გრაფიკები, დედამიწის გეომანტიის მდგომარეობით, აქედან გამომდინარე მოვლენებით, რომელიც მოსაოდნელი ამ კუთხით, ამის გარდა შიგნით ჩვენ გვაქვს საინტერესო სურპრიზები, ანუ გადაშლით და ამოიღებთ და რას ამოიღებთ? ამოიღებთ დიდ ასტროლოგიურ კალენდარს მთელი ოჯახისთვის. ან თქვენი სამსახურისთვის არის 12-ვე ზოდიაქოს ნიშნის დადებითი და უარყოფითი დღეები აღნიშნული მთელი წლის განმავლობაში თვეების და მიხედვით გათვლილი. აქ ამას ემატება რასკველი ახალმთვარეობის, სავსემთვარეობის, მძიმე დღეები და შემდგომ, მაგრამ დაუშვათ არ გინდათ ამდენი 12 ნიშანი და გინდათ 5 თქვენთვის. კი ბატონო, ესეც გვაქვს აქ გათვლილი ერთი ზოდიაქოს ნიშნის 12 თვის ყველა პლუს მინუს დღეები. თავისი ახალმთვარეობით, სავსემთვარეობით და ასე შემდგომ. რითიც შეგიძლიათ ისარგებლოთ და მნიშვნელოვანი საქმეები დაიწყოთ კარგ თქვენთვის დღეებში და არ დაიწყოთ სულ დღეებში, ხო? აქედან გამომდინარე სწორად გამოიგონოთ. პრობლემა გაქვს ჯანმრთელობასთან, სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი დაგეხმარებათ, აქ არის გათვლილი ის დღეები, რომელსაც ამა თუ იმ ოპერაციის ჩატარება ამ დღეებში არ იქნება სასურველი და შეიძლება მეტი პრობლემები მოყვეს და ეს დღეები აქ აღნიშნულია. ბიზნეს შემოქმედებითი სასწავლო კალენდარი ამ საქმიანობისთვის სასკეთო და პოზიტიური ნეგატიური დღეები რომელი გვაქვს ესეც აქ არის აღნიშნული და რასაკვირველია შიგნით ამ ჟურნალში ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული მთვარის კალენდარი, სადაც არის რეკომენდაციები მთვარის ზეგავლენი და გამომდინარე თითოეული დღის ვთქვათ გეომაგნიტური მდგომარეობა. ანუ ყოველ დღეს აქ 4 ნაწილად ჩვენ შეგვიძლია 24 საათი დავყოთ 4 ნაწილად და თითოეულ ასე ვთქვათ 6 საათიან მონაკვეთს თავისი გეომანტია აქვს დადებითი ან უარყოფითი. აი ესეც შეგვიძლია სწორედ აი ამ ესეთი წერტილების მეშვეობით აქ ნახოთ, განიხილოთ, ეს ყველაფერი აღნიშნულია გეომანტია თითოეული 6 საათიანი მონაკვეთის ყოველ დღე რა შედეგს გვაძლევს და როგორია. რასაკვირველია ჩვენ შეგვიძლია გამოიყენოთ კიდევ ერთ საინტერესო და უნდა გამოიყენოთ კიდეც ბროშურა ჟურნალის შენი ჰოროსკოპი, სადაც არის აღნიშნული მთელი წლის ასტროლოგიური პროგნოზი სათითაო თვეების და მიხედვით ყველა ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეს არის წლის ჰოროსკოპი ფაქტობრივად. ამის გარდა აქ ჩვენ მოგიზადეთ ესე იგი სურპრიზი, შავი და თეთრი მთვარე რას ნიშნავს, რომელ ზოდიაქოს ნიშანშია თქვენი დაბადების მომენტში ცხრილებია, შეგიძლიათ ნახოთ ყოველგვარი პირადი რუკის გარეშეც კი აქედან იპოვით და რას ნიშნავს ყოველივე ეს შავი და თეთრი მთვარი ცნება, ეს ყველაფერი ჟურნალ ბროშურაში შენი ჰოროსკოპი. და ეხლა მოდით აღნიშნოთ კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ესე იგი აქ ჩვენ გვაქვს კიდე ხო არ დაგვაიწოს თვარის ასტროლოგიური კალენდარი, ბატონო თორმიშკან კიფიანმა მოგვიტანა ეს ჩვენ გახსოვთ და უნიკალურია მათთვის, ვისაც აქვს საქმე სასოფლო სამეურნეო სფეროსთან. ამ კუთხითაც აქ გვაქვს უნიკალური ასე ვთქვათ ფოთლის დღე, ნაყოფის დღე, ფესვის, ყვავილის დღე და შემდგომ მეფუტკრეობის ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ფაქტორები მთვარესთან დაკავშირებული უზარმაზარი ინფორმაცია, რომელიც თქვენ გაქვთ და შეგიძლიათ ეს ყოველივე რასკვლელი
ინფორმაცია განიხილოთ და გამოიყენოთ. ეს ინფორმაცია ჩვენ გვაქვს, შეგიძლიათ ეს ყველაფერი შეიძინოთ ჯიხურებში, მათ შორის ლატარიის ჯიხურებში, პრესის ჯიხურებში, მთელი რესპუბლიკის ფარგლებში, ბიბლიუსის წიგნების მაღაზიებში. შეგიძლიათ აკრიფოთ შენი ჰოროსკოპი ჟურნალი უწყვეტად ქართულად და აქაც შეახვალ და იპოვით სწორედ ამ ინფორმაციას. ამის გარდა, მოდით ვთქვათ ასე, თუ გინდათ სახლში მოტანით, მოგემსახურონ, შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე 597 15 99 77. ვიმეორებ 597 15 99 77 და აქ უკვე შევუკვეთავთ ამ ჟურნალებს და ამ ბროშურებს და მიიღებთ სახლში მოტანეთ იქნებით ამ ხრივ უზრუნველყოფილი ამ ინფორმაციით. ეხლა კიდევ ასე იგი რამდენიმე კითხვა იყო ამასთან დაკავშირებით და ეს გრძელდებოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში, იმიტომ რომ გარკვეული დრო მჭირდებოდა რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის მომიწოდებინა. აქ აინტერესებთ ესე იგი ჩვენ ტელემაყურებელს და კითხვა რა სკოლა საინტერესოა, აინტერესებს რა. აი აქვს თუ არა კავშირი რაიმე ასტროლოგიას ამინდის პროგნოზთან. ახლა ზოგჯერ მინდა გითხრათ რომ ადამიანს ვეშლები, ახლა ვეშლები რა კუთხით. ზოგს გონია რომ ვარ მაგი. და ასტროლოგია ეს არის მაგია. მე უხსნი რომ ეს მაგიის ელემენტები შეიძლება ყველაფერში იყოს, ხომ მე თქვენ რომ საუბრობთ ესეც მაგია, გარკვეულწილად ანუ ეს ენერგიის გადატანის და ერთმანეთზე ზეგავლენის ხელოვნება, მაგია. ამიტომ მაგიას ფართო ცნება აქვს, მაგრამ ზოგს გუღია ცოტა სხვა სახის მაგია, რომ რაღაცებს ვაკეთებ და შემდგომ უხსნი რომ ასტროლოგია ეზოთერული მეცნიერება, სხვა რამეა. ზოგს გონია რომ ასტროლოგი არის მკითხავი და მკითხაობს და პროგნოზების მეტი იქით არაფერი არ არის. აქაც უხსნი, რომ პროგნოზები ეს ცეროდენი ნაწილი ასტროლოგიის, რომელიც მართალია ხა დღეს ყველაზე პოპულარულია, მაგრამ ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა თემები, მათ შორის კარმული ასტროლოგია თუნდაც, ხო? და ზოგს კიდევ გონია რომ ვარ სინოპტიკოსი, მეტეოროლოგი და მეკითხებიან, აბა როგორ ექნება ამინდის 3 დღის შემდგომ დავუშვათ იქ 1 კვირის შემდგომ და შემდგომ და აქაც უხსნი რომ სინოპტიკოსების საქმე და მეტეოროლოგების არის სწორედ ამინდი და ჩვენი საქმე არის სხვა. თუმცა რასკვლელი ასტროლოგია იყენებს გარკვეულწილად და მრავალ საუკუნე დაკვირვების შედეგად ჩვენ გაქვთ გარკვეულწილად შესაძლებლობა რომ ამინდთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მივცეთ საზოგადოებას და აი რატო როგორ აი ეს საინტერესებს სწორედ ჩვენს ტელემაყურებლებს ამასთან დაკავშირებით მე სწორედ მოგემზადებთ გარკვეული ინფორმაცია და მოდით ვთქვათ ასე ესე იგი სინოპტიკოსები თავისი გარკვეული თქვათ მეთოდებით მოქმედებენ და რაც უფრო მეტად გადის დრო მეტად იხვეწება მათი მეთოდოლოგია, მათი აპარატურა და ასე შემდგომ რაც ძალიან კარგია, მაგრამ სად იყვნენ სინოპტიკოსები, როცა ასტროლოგები რამდენი წლის, რამდენი საუკუნის წინ ცდილობდნენ გარკვეული პარამეტრების მეშვეობით შეესრულებინათ ასევე სინოპტიკოსების ასე ვთქვათ ფუნქცია და დღესაც მინდა გითხრათ რომ ეს ფუნქცია საკმაოდ კარგად მუშაობს და რას ეფუძნება? პირველ რიგში დავუშვათ ასტროლოგიური მეთოდოლოგია პროგნოზირების ამინდისა რაში მდგომარეობს. ესე იგი სრული პროგნოზის დასამუშავებლად ამინდისა ასტროლოგები იყენებენ როგორც პლანეტებს, მათ განლაგებას, ნიშნებს და სახლებში მათ ადგილმდებარეობას, ასევე მათ ასპექტებს ურთიერთობებს ერთმანეთთან. ასევე ვიყენებთ ჩვენ ასტეროიდებსა და შორეულ ვარსკვლავებს, მაგრამ ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა მინდა გითხრათ. ქრისტეს შობიდან პირველ-მეორე საუკუნეებში მოღვაწე ბერძნული წარმოშობის ეგვიპტელი მეცნიერი კლავდიუს პრტოლემეუსი წერდა და იგი სწავლობდა სხვათა შორის პლანეტების გავლენას ამინდზე, საფუძველი ჩაუყარა მან ასტროლოგიის სწორედ ამ სფეროს და აღწერა ეს თავის ნაშრომში ტეტრაბიბლოსი. მოგვიანებით ამ საკითხზე საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად მუშაობდა არაერთი სხვა მეცნიერი, მათ შორის ხორეზმელი არაბი მეცნიერი აბუ რეიჰან ალ-ბირუნი. სხვათა შორის ალ-ბირუნი ცნობილია როგორც ქვების დიდოსტატი, ქვებით, მინერალებით, კურნალობის ასევე დიდოსტატი. მაგრამ მინდა გითხრათ რომ ალ-ბირუნი კოპერნიკზე რამდენიმე საუკუნით ადრე გამოთქვა აზრი იმის შესახებ რომ დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო და არა პირიქით. მაგრამ სამწუხაროდ ეს არავინ არ დაუფასა ამ მეცნიერს. ალ-ბირუნი ერთ-ერთმა პირველმა ჩამოყალიბა მთვარის ციკლების წელიწადის დროებთან მსგავსების იდეა. რის შედეგად ყველას შეეძლო ამინდის შესაძლო ცვლილებებზე დაკვირვება. მთვარის ფაზების მეშვეობით. მისი იდეის არსის შემდგომში მდგომარეობდა. მთვარის ერთი თვის მანძილზე, მთვარის თვე გრძელდება დაახლოებით 28-29 დღე, მოდით ვთქვათ ასე. აქ მოდით ვთქვათ აქ 4 მნიშვნელოვანი წერტილი აქვს გასავლელი მთვარის. ეს წერტილებია მთვარის, ეს წერტილები ვთქვათ ასე მთვარის თვეს 4
ნაწილად 4/4 ფაზად ყოფს. აქ არის ახალმთვარეობა, პირველი მეოთხედი, სავსემთვარეობა და ბოლო მეოთხედი. ანუ ეს 4/4 შეესაბამება ბირუნის აზრით წელიწადის 4 დროს და ამიტიც მათ და მაგვარად იცვლება. ოღონდ ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ ტემპერატურულ რეჟიმში, რადგან დედამიწა სითბოს ღებულობს არა მთვარისგან, არამედ მზისგან. მთვარის თვის პირველი კვირა ახალმთვარეობიდან პირველ მეოთხედამდე გაზაფხულის მსგავსია. ეს არის დაახლოებით 7 დღე. ნესტიანი და ასე შემდგომ. მეორე კვირა, მეორე მეოთხედიდან, ანუ 7 დღიდან 14 დღემდე, ანუ სავსემთვარეობამდე იგი გავს უფრო მეტად ზაფხულს. იგი უფრო ცხელი და მშრალია. მესამე კვირა სავსემთვარეობიდან მეოთხე მეოთხედამდე, ისევ 7 დღე. მოგვაგონებს შემოდგომას და ის ხასიათდება მშრალი ჰავითა და სიგრილით. ხოლო თვის ბოლო კვირა მეოთხე მეოთხედიდან შემდგომ ახალმთვარეობამდე წააგავს ზამთარს, რომელიც უფრო ცივი და ნესტიანია. რა თქმა უნდა, ზაფხულისა და ზამთრის ნესტიცა და ტემპერატურაც სიგრილეთსა და სიცხეს განსხვავებულია, მაგრამ ამის ცვლილებების არსი მსგავსია. მთვარე დედამიწისათვის ისეთივე აუცილებელი დამხმარე ციური სხეულია, როგორც მზე, თუმცა მთვარის მისია განსხვავებულია მზისგან, სწორედ მთვარე წარმოადგენს იმ მექანიზმს, რომელიც აუცილებელია დედამიწაზე სასიცოცხლო პროცესების დასაწყებად. ამასთან მთვარის ფაზების ცვლილებასთან ერთად იცვლება მისი ზეგავლენის ხარისხი და ხასიათი. მთვარის მზარდი ფაზის დროს ხდება დათბობა, ხოლო კლებადი ფაზის დროს აცივება. ეს ყველაფერი კარგად იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმაც, რომლებიც მთვარის კალენდრის მიხედვით ხნავდნენ და თესავდნენ, იღებდნენ მოსავალსა და აბინავებდნენ მას. ამას გარდა მათ კარგად იცოდნენ ცისკაბადონი და მასზე განლაგებული თანავარსკვლავედებით, რომლებშიც მონაცვლეობით მოძრაობდა ღამის მნათობი. გარდა მთვარის ფაზებისა, მთვარის მიხედვით შეიძლება ამინდის სხვა ცვლილებების პროგნოზირებას. რთული პროგნოზების განხილვა ბევრი მაჩვენებლისა დროულ დაკვირვებას საჭიროებს. მაგრამ შეგვიძლია დავაკვირდეთ მთვარის გადაადგილება ზოდიაქოს ნიშნებში და განსაზღვროთ შესაძლოა კლიმატური ცვლილებების ხასიათი. ნუ მაგალითად, მოდით ვთქვათ ასე, როდესაც მთვარე გადის ვერძის ზოდიაქოს, ძირითადად ამინდის შედარებით თბილი და მშრალია. მზე მეტად აგრესიული ხდება, იზრდება აქ მზის რადიაცია, საკმაოდ მაღალია გეომაგნიტური ქარიშხლების ალბათობა. გარდა ამისა, ამ დღეებში მოსალოდნელია ქარის გაზლიერება, მისი მიმართულების ცვლილება. ყველაზე ხშირად უბერავს აღმოსავლეთის ან სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი. ამ დღეებში საფუძველი ეყრება ახალ კლიმატურ ციკლონებს და ასე შემდგომ. როცა მთვარე გადის შემდგომი 2 დღის განმავლობაში, 2 ნახევარი დღის განმავლობაში და ყველა ნიშანს მაგასენება დაახლოებით 2 ნახევარი დღის განმავლობაში გადის მთვარე. ნუ აი გადის უკვე შემდეგ ნიშანს დაუშვათ ვერდის შემდგომ გადაასვლა კურო ზოდიაქოში. ამ ნიშანში მოძრაობისას ამინდი უფრო მშვიდი, ერთბეროვანი და სასიამოვნოა. ნესტიანობა საშუალოა, თუმცა არსებობს ნალექების წვიმის ან თოვლის მაღალი ალბათობა. შეიძლება დაუბეროს სიომ, იშვიათი აქ მკვეთრი ქარი, ჰაერის ტემპერატურა ძლიერ ცვლილებებს არ განიცდის. როცა მთვარე გადადის წყუბების ზოდიაქოში, აქ მოსაოდნელია უკვე მშრალი ქარიანი ამინდი, დილაობით მაღალია ცვრიანობა. ქარის მიმართულება არ არის მუდმივი, მაგრამ არც მძაფრი, რაც განსაკუთრებით სასიამოვნო გაზაფხულსა და ზაფხულში. ამ დღეებში ძირითადად რამდენიმე გრადუსით მაღლა იწევს ჰაერის ტემპერატურაც. მთვარე როცა გადადის კერჩხების ზოდიაქოში, ზაფხულში იწვევს ეს აგრილებას, ზამთარში კი აცივებას, მაღალია ტენიანობა, იზრდება ნალექიანობას და მოდის წვიმა ან თოვლი. ამ დღეებში ამინდის სწრაფად და რადიკალურად იცვლება. დღის მანძილზე შესაძლოა რამდენიმეჯერ შეიცვალოს ჰაერის ტემპერატურა და ქვეითეს ატმოსფერული წნევა, რაც ასევე ახასიათებს ხასიათის ცვალებებიდან გამომდინარე კერჩხების ზოდიაქოსაც. ხედავთ ამ მსგავსებებს ნიშნებს შორის და ამინდს შორის. როცა მთვარე გადის ლომის ზოდიაქოს ნიშანს, ადგილი აქვს ზაფხულში ზომიერად ცხელ და მშრალ, ზამთარში კი მშვიდ ამინდს. ამასთან ზამთარში ცა ან მოწმენდილია, ან შეიმჩნევა მცირე ღრუბლიანობა, ნალექის გარეშე, ზომიერი და თბილია სიოც. ამ დღეებში ძირითადად მაღლა იწევს ჰაერის ტემპერატურა და ატმოსფერული წნევა. მთვარე ქალწულის ზოდიაქოში ამ დროს ხდება რა? უფრო მეტად მშრალი, გრილი ამინდი დგება, ამ დღეებში იშვიათია ნალექი ან წვიმა, უეცრად იწყება და ძალიან მალე გადაიღებს თუ წვიმა წამოვიდა. ხშირია ღრუბლიანობა, ცვალებადი ქარი, ტემპერატურა საშუალო ან საშუალოზე დაბალია. სასწორი ზოდიაქოში მთვარის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შეიმჩნევა მომატებული ღრუბლიანობა, იმატებს ქარი, მიუხედავად შედარებით მაღალი ტემპერატურისა, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დორე გადაუდებელ წვიმებს, მოდით ვთქვათ ასე. დღის მანძილზე რამდენჯერმე შეიძლება შეიცვალოს ატმოსფერული წნევა. გარდა ამისა, შეიმჩნევა ცივი და თბილი ხასიათის ატმოსფერული ფრონტების გადაადგილება.
თუ არა, როცა გადაადგილდება მორიელი ზოდიაქოს ნიშანს, აქ შეიმჩნევა ძლიერი წვიმა ან თოვლი, მიწა გაჯერებულია ნალექით და ატალახებულია. შესაძლოა წვიმაც არ იყოს სუფთა, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მეწყერებს, ნიაღურებს, მთიან რეგიონებში ზვავს და ასე შემდგომ. ამ დღეებში ზაფხულობით საკმაოდ გრილა, მაგრამ უხაერობაა. ზამთარში კი ცივა და თქვათ ყინავს, აი რო ეთქვიან ყინვა ძვალ ბრილში ატონს. ეს ყოველთვის მორიელის ტენდენციებშია. მთვარის გადასვლა მშვილდოსნის ზოდიაქოში გვამცნობს, რომ ზამთარში ამ შედეგად მოსაოდნელია მოწმენდილი მზიანი ამინდი და ყინვა, ხოლო ზაფხულში უფრო მშრალი და ცხელია ამინდი და ამასთან ერთად პერიოდულად ტენიანობა საშუალოდ აღწევს. ცვალებადი ხასიათის ამინდით. ეს ერთგვარი სიმშვიდეა. ამინდი მომავალი ცვლილებების წინ მოწმენდილია, მოდი თქვათ ასეცა, თქვათ და ნელ-ნელა ასე თქვათ მოწმენდილ ცა შეიძლება ჩაენაცვლოს ღრუბლიანობა. თვარის თხისქას ნიშანში მოძრაობისას ხდება, თქვათ, ამინდი უფრო გრილი, უფრო მშრალი, წაიფარება ღრუბლებით, იკლებს სინათლე და ემატებს ნესტი. ამ დროს ატმოსფერული წნევა დაბალია. ქარის შემთხვევაში მისი მიმართულებაც არ არის სტაბილური და უმეტესად ან ჩრდილოეთისა, ან ჩრდილო-დასავლეთის. ზამთარში იყენება ამ დროს გზები. ზაფხულში კი იწყება გვალვა, რომელიც შეიძლება დიდ ხანს გაიწევლოს. მერწყული ზოდიაქოში მთვარის გადანაცვლების დროს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ძლიერ ქარებს, წვიმას, ჭექაქუხილით, ქარბორბალას, სეტყვას, სხვადასხვა ციკლონურ ანომალიებს, მაღალია ღრუბლიანობა, ზამთარში მოსაოდნელია ძლიერი ყინვა ქარით. ზაფხულში კი მაღალი ტემპერატურა და სიცხე, რომელიც მოულოდნელად შეიძლება შეიცვალოს ჭექაქუხილითა და თავსკმა წვიმით. პერიოდულად სიცხისგან იწყებს ლაპლაპს მიწა ჰორიზონტზე. ამ დღეებში ხშირია ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის მოულოდნელი და რადიკალური ცვლილება. გარდა ამისა, სტატისტიკურად ამ დღეებში ყველაზე ხშირია ვულკანების ამოფრქვევაც. და მთვარე თევზების ზოდიაქოს ნიშანში ამ დროს ატმოსფეროში გროვდება გამონაბოლქვი და მომწამვლელი ნივთიერებები, ხშირია ნისლი. ეხლა წარმოიდგინეთ, ამ დროს ზომავენ ჩვენთან ატმოსფეროს დაუშვათ დაბინძურებას, რაც ყველა იქნება გაცილებით მეტი, ვიდრე სხვა დღეებში, ვიდრე ქალწულში თუ გაზომავენ. აი ესეთი ტენდენციებიც საჭიროა, ამიტომ რაც არიციან სამწუხაროდ. და ამასთან ერთად ხშირია აქ ნისლი, წვრილიათფეროვანი წვიმა, წყალი ამ დროს დგება, გუბდება და ჭაობდება, მიწა წყალს რთულად ითვისებს. მდინარეებში იწყებს შეგუჩებას ნაგავი, ასევე მოსაოდნელია მცირედი ქარი. ამავე დღეებში დიდია წყალდიდობების მიწისძვრების ზღვაზე შტორმის წარმოქმნის ალბათობა. ამ სხვადასხვა ნიშნებში მოძრაობები ასევე ცვლის ამინდს მთვარის ფაზებისა და მის ნიშნებში განლაგების მეშვეობით შესაძლებელია მომავალი ამინდის დიდწილად პროგნოზირება. აქვე აღნიშნოთ ის, რომ მთვარე თითო ნიშანს გადის დაახლოებით 2-2.5 დღის განმავლობაში. ამ პერიოდის მანძილზე როგორც წესი დგას ერთი და იგივე ხასიათის ამინდი, მზისა და მთვარის დაბნელების დღეებში და 1-2 დღე მანამდე და შემდგომ, როგორც წესი ბუნებრივია მოვლენები რთულდებიან, მძიმდებიან, ახალმთვარეობისა და სავსე მთვარეობის დღეებში კი იზრდება ტენიანობა და ნალექების ალბათობა. სტიქიური კატასტროფების თვალსაზრისით ყველაზე სახიფათოა ეს დღეები, როდესაც დაბნელებები ხდება მთვარის, ვერძის, მორიელის, თხისქისა და მერწყული ზოდიაქოს ნიშანში გავლის დროს. ცალკეულ შემთხვევაში კი ქალწულისა და თევზებში მათი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. ეს ის ინფორმაცია, რომელიც მე მინდოდა მომიწოდებინა თქვენთვის ამინდთან და ასტროლოგიის კავშირებთან დაკავშირებით, თუ როგორ ითვლიდნენ ასტროლოგები ოდითგანვე და როგორ ასე ვთქვათ საზღვრავდნენ, სინოპტიკური კუთხით სანამ სინოპტიკური სამსახურები შეიქმნებოდა აი ამ ზეგავლენით და გამომდინარე მთვარისა და ზოდიაქოს ნიშნებისა ამინდს, რაც დღესაც ჩვენს მინდა გითხრათ, რომ აქტუალურია და უმრავლეს შემთხვევაში საკმაოდ კარგად ამართლებს. ფაქტობრივად მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საეთერო დრო ამოიწურა, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ეს იგი საკონტაქტო ტელეფონს, თუ თქვენ მზად ხართ პირადი ჰოროსკოპის შესადგენად, შეგვეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 91 52 38 599 91 52 38. ამის გარდა მინდა გითხრათ, რომ პარასკევს გადაცემაში თქვენი დრო 3 საათზე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში თქვენი ხელავთ თქვენთვის ძალიან საყვარელ ფრიად ნიჭიერ ადამიანს, ანუ გადასარევ ეზოთერიკოს, ასტროლოგს და სწორია ფენშუის უბადლო ოსტატს ქალბატონ ეკატერინე კვარაცხელიას გვექნება მასთან საუბარი და ის ძალიან საინტერესო ინფორმაციას მოგასწრით ამ წლის ფენშუის ასკათ პარამეტრების შესახებ, გეომანტიის შესახებ და ასე შემდგომ და ასევე გექნება საინტერესო ინფორმაცია მისგან და იმედია რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო მშვენი იქნება. ხვალდილი 11 საათზე ტელეკომპანია კავკასია მოგასწრით ინფორმაციას და თავიდან გაჩვენებთ გამონდო ჩვენს გადაცემას, ვისაც არ უნახია დღეს, იმიტომ ახლა რაგბის თამაში მიმდინარეობს და ზოგიერთ შეიძლება ვერ უყურებთ
უსურვებს, ხვალდილით შეგიძლიათ იხილოთ, ჩვენს მორაგოებს ხო შორის უსურვებს წარმატებებს და ჩვენ არ მეპარება მათ წარმატებაში. ხვალდილით ტელეიმედში თქვენ ისე მიხილავთ, დილით დაახლოებით 15 წუთი რომ დააგდება 9-ს და ასევე რადიო ფორტუნა ხვალ სამჯერ მოგასწრებით ინფორმაციას ჩვენს მიერ გაშუქებულს, ხვალ გაზეთი ასეულ და ასეული ჟურნალი თბილისელები ასევე მოგასწრებით ინფორმაციას ჩვენს მიერ მოწოდებულს, რითიც იქნებით გაფრთხილებული, ანუ შეარაღებული და იმედია წარმატებული. ამ ინფორმაციით საუკეთესო სურვილებით თქვენი წარმატების იმედით მე გემშვიდობებით მომავალში ხვედრამდე.